კონკრეტულად კურიერს 9 საათზე არ არის გამორიცხული სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იმ დარღვევებზე საუბრობს, რომლებიც ორ კონკურენტ კომპანიას შორის მიმდინარე დავის დროს ვალერიან ცერცვაძის მხრიდან იკვეთება. კომპანია აიტექნიკი, რომლის დამფუძნებელი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მამაა, ბრალდებებს უარყოფს და არასამთავრობო ორგანიზაციას საქმის მასალების შესწავლისკენ მოუწოდებს. ურაბე სასამართლოს დობას უქმნის საფრთხეს არის ასეთი შემთხვევები. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ შესაძლოა დისციპლინური სამართალწარმოება განხორციელდეს. ამ მიზნით არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს. არსებობს ეჭვი, რომ ვალერიან ცერცვაძე, რომლის ოჯახის წევრები აიტექნიკის ხელმძღვანელები და დამფუძნებლები არიან, საკუთარ სამსახურეობრივ მდგომარეობას იმ სასამართლო დავაში იყენებს, რაც iPhone Plus-სა და iTechnic შორის მიმდინარეობს. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის სამსახურეობრივი მანქანა 2014 წელს iTechnic-ის სარეკლამო კლიპის გადაღების დროს ამავე მოსამართლის მძღოლთან ერთად იქნა გამოყენებული. სხვადასხვა დარღვევების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციაში საჯარო რესურსის გამოყენების შესახებ საუბრობენ. ეს არის საჯარო რესურსების აშკარა არამიზნობრივი გამოყენება, თუმცა ამასთან ერთად რაც არანაკლები მნიშვნელოვანი არის ის, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ამგვარი ქმედება მთლიანად ზიანს აყენებს სასამართლოს მიუკერძოებლობას და ავტორიტეტს. ვალერიან ცერცვაძის პირდაპირ კავშირს აიტექნიკთან ასაბუთებს მისი კონკურენტი კომპანია. iPhone Plus-ის მენეჯერმა ის დოკუმენტები გაასაჯაროვა, რომლითაც დასტურდება, რომ აიტექნიკი ვალერი ცერცვაძის მამის დაფუძნებულია. ახლა მისი დირექტორი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ცოლის ძმა, მენეჯერი კი ცოლი. კონკურენტ კომპანიებს შორის მიმდინარე დავას, რომლის შედეგადაც iPhone Plus-ის 1.600.000-ის ქონება დააყადაღეს კომპანიაში უსაფუძვლოს უწოდებენ. Facebook-მა თვითონ iTechnics გაუქმა გვერდი, მოგეხსენებათ საქართველოში Apple Store არ არსებობს და Facebook-მა ჩათვალა Apple-ის მოთხოვნის საფუძველზე, რომ iTechnics არ ქონდა უფლება იმისი, რომ Apple-ის სამარკო ნიშანი გამოეყენებინა მის Facebook დასახელებაში. უკვე ამ წლის 10 ოქტომბერს ჩვენ დაგვედო ყადაღა 1.600.000 ლარის ოდენობით და კომპანია iTechnics გვედავება, რომ თითქოს ჩვენ ჰაკერული შეტევებით გაუქმეთ გვერდი iTechnics. მიმდინარე სასამართლო დავა გახდა საფუძველი, რის გამოც iPhone Plus-ის დამფუძნებელმა საქართველოს ცოტა ხნის წინ დატოვა და მის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო თვალთვალის შესახებ ალაპარაკდა. მამუკა მარგიშვილი აიტექნიკთან ვალერიან ცერცვაძის ინტერესების დასადასტურებლად კიდევ ერთ მიზეზზე მიუთითებს. მისი მთელი ქონება, მთელი ოჯახის ქონება, მამის ქონება, საკუთარი ქონება, ცოლის ქონება დატვირთული, მეუღლის ქონება დატვირთული აქვს აიტექნიკის სასარგებლოდ. ანუ აიტექნიკის კომპანიას რომ რაიმე ფინანსური პრობლემა შეექმნას, მთელი ოჯახი, დედმამიან, ცოლია, ყველაფერიან გაერთჩებიან საერთოდ. აიტექნიკში სატელევიზიო კომენტარს უკვე რამდენიმე დღეა არ აკეთებენ. კომპანიამ ბრალდებებზე საპასუხო წერილობითი განცხადება გაავრცელა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის გარეშე მსგავსი განცხადების გაკეთება არის უსაფუძვლო, ლახავს სასამართლოს ავტორიტეტს, ზიანს აყენებს ჩვენი კომპანიის რეპუტაციას. ჩვენი მიზანია ყველა ორგანიზაცია დაინტერესდეს სასამართლოს დავით და საზოგადოებას ეცნობს სიმართლე. თუ რა არაკანონიერი მეთოდებით ცდილობდა iPhone Plus-ი ჩვენი კომპანიის ბაზრიდან განდევნას და მონოპოლიის შენარჩუნებას. ჯერჯერობით უცნობია განხორციელდება თუ არა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს, სადაც განმარტავენ, რომ კანონით დადგენილი პროცედურების მიხედვით იმოქმედებენ.